როგორც საზოგადოებას მოიხსენება, პარლამენტში უკვე 3 კვირა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე. საკითხებზე სამუშაოდ პარლამენტის ძირითად კომიტეტებად განისაზღვრა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა, საპროცედურო და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტები, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელსაც უკვე შეუდგნენ მუშაობას. ამასთან პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად კომიტეტებმა შესაბამისი მიმართულებით შექმნეს სამუშაო ჯგუფები. საზოგადოებას შევახსენებ, რომ სამუშაო ჯგუფი გახლავთ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო საქმიანობის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტების ჩართვისთვის. დღეის მდგომარეობით ჩატარდა კომიტეტების და სამუშაო ჯგუფების 17 სხდომა. საკითხების ნაწილზე უკვე არსებობს პირველადი შედეგები, ასე მაგალითად რეკომენდაციების მეორე პუნქტზე საპარლამენტო ზედამხედველობა. სრულდება ზედამხედველობის არსებული მექანიზმის ანალიზი, რომლის საფუძველზეც სამუშაო ჯგუფი განიხილავს მათი გაუმჯობესების შესაძლებლობებს და 21 სექტემბრამდე დააინიცირებს ცვლილებების პროექტს. რეკომენდაციების მესამე პუნქტზე სასამართლო რეფორმა. სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო ჯგუფების მიერ უკვე წარმოდგენილი იქნა შეფასების დოკუმენტები, რომლებიც სამოქალაქო სექტორთან განხილვის საფუძველზე უკვე უნდა გახდეს სასამართლო რეფორმის სტრატეგიის შემუშავების და საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირების საფუძველი. რეკომენდაციების მე-9 პუნქტზე გენდერული თანასწორობა. სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობით შეთანხმდა იმ საკითხთა წრე, რომელზეც გაიმართება დეტალური მსჯელობა და 5 ოქტომბრამდე დაინიცირდება შესაბამისი კანონპროექტი. რეკომენდაციების მე-11 პუნქტზე მართლმსაჯულების პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის პროაქტიული გამოყენება უკვე შეიქმნა კანონპროექტების პაკეტის პირველადი ვერსია, რომელიც სამუშაო საბოლოო განხილვის შემდეგ გრაფიკის შესაბამისად 1 სექტემბრამდე დაინიცირდება. კომიტეტების და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს 8 საპარლამენტო ჯგუფიდან 5 კერძოდ ქართული ოცნება, გირჩი, ევროპელი სოციალისტები, მოქალაქეები და საქართველოსთვის. საპარლამენტო ფორმატში მუშაობაზე უარს აცხადებს 3 საპარლამენტო ჯგუფი, ნაციონალური მოძრაობა, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაცია, რომელმაც ერთი მხრივ მოიწონა საქართველოს პარლამენტის სამუშაო გეგმა 12 პუნქტთან დაკავშირებით და მეორე მხრივ დაჟინებით მოუწოდა ნაციონალურ მოძრაობას, ლელოს და სტრატეგია აღმაშენებელს ჩართულიყვნენ პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. ამის საპირისპიროდ ბოლო დღეები ხედავთ, რომ ნაციონალურ მოძრაობამ და მასთან დაკავშირებულმა ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმა ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს. ნათელია, რომ ტექნიკური მთავრობის ჩავარდნილი პროექტის შემდეგ ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა ტექნიკური პარლამენტის პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წესწყობილებასთან სახიფათო თამაში. ამასთან მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს დეპოლარიზაციას. მოხარული ვარ, რომ მოვისმინე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, პარტიის და საერთაშორისო აქტორის შეფასებები ამ სამპარტიული კოალიციის მიერ წამოწყებული პროცესის დესტრუქციულობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი დასაწყისშივე მკაფიოდ შეფასდეს როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რათა ხალხის მოლოდინის საპირისპიროდ არ მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია და არ წახალისდეს რადიკალური დღის წესრიგი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დავაკვირდები ამ შეფასებების დროულობას და სიცხადეს. საქართველოს პარლამენტი მრავალპარტიულ ფორმატში და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით განუხრელად გააგრძელებს დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მუშაობას და უზრუნველყოფს წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ყველა კანონპროექტის ინიციირებას. Edoktor samym power,
ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ყოველთვის დაუბრუნდეთ იმ დოკუმენტს, რომელიც საფუძველზეც მუშაობს პარლამენტი. ეს გახლავთ ის 12 პუნქტიანი რეკომენდაციები, სადაც სასამართლოსთან დაკავშირებით ორი მომენტი არის მნიშვნელოვანი. პირველი არის რეკომენდაცია, რომ შემუშავებული იქნეს ჯერ სტრატეგია სასამართლო რეფორმის და შემდეგ ამ სტრატეგიის საფუძველზე შემუშავებული იქნეს შესაბამისი პროექტები და განხორციელდეს საკანონმდებლო რეფორმა. თქვენ იცით, რომ ჩვენი გრაფიკის მიხედვით სტრატეგია შემუშავებული იქნება 1 ოქტომბრამდე, ხოლო 1 ნოემბრამდე დაინიცირდება შესაბამისი ცვლილებები. ჩვენ იცით, რომ პროცესი ჯერ კიდევ თებერვალში დავიწყეთ, ამიტომ გარკვეულწილად იყო უკვე წინწასული ეს საქმიანობა. ამ სამუშაო ჯგუფში მოხდა უკვე საპარლამენტო ჯგუფებისთვის და საკუთარი წერილობითი ანალიზის და შეფასების წარმოდგენა. იცით, რომ ქართულმა ოცნებმა და მოქალაქეებმა წარმოადგინეს დღეს 2 საათზე იმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც ამ მოსაზრებების გაცნობის შედეგად იქნება დღეს აზრთა გაცვლა, რაზე არის თანხმობა, რაზე არ არის თანხმობა და რა არგუმენტები არსებობს. ეს არის სწორედ ის პროცესი, რომელსაც ჩვენგან მოერის ევროკავშირი, რომელიც იქნება ფაქტებზე, არგუმენტებზე დაფუძნებული საგრძნობელი დისკუსია, რომლის საფუძველზეც იქნება მოძებნილი გადაწყვეტის გზები. თავისუფლება პროცესების გვერდ ნახავთ, რომ პრობლემა არის იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობის სამეულს, ნაციონალურ მოძრაობას, დელოს და სტრატეგია აღმაშენებელს და დანარჩენ პარტიებს პარლამენტში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიზნები. იმ პარტიების მიზნები, იმ 5 საპარლამენტო ჯგუფის მიზანი, რომელიც ჩართულია ამ საპარლამენტო პროცესში, არის კანდიდატის სტატუსის მიღება, ხოლო ნაციონალური მოძრაობის სამეულის მიზანი არის ხელისუფლებაში მოსვლა. აი ეს არის ფუნდამენტური სხვაობა მიზნებში და რა თქმა უნდა, როდესაც თუკი საქართველოს მიიღებს კანდიდატობის სტატუსს, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ნაციონალური მოძრაობის სამეულის ინტერესს და აქედან გამომდინარე ხედავთ ჩვენ იმას, რომ ყველანაირად ტორპედირება პროცესის, რომ რაიმენაირად შეიქმნა სურათი, რომ საქართველოში თითქოს არის თანხმობა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით და ამით საბოლოო ჯამში დააზიანონ კანდიდატობის პერსპექტივა. საერთო ჯამში მე საერთოდ აღნიშნავს და კიდევ ხაზი გავუსვა, იმიტომ აქაც ხედავთ, რომ თვიანად ამ დისკუსიაში არის ბუცქელობის ნაკლებობა. სინამდვილეში ის რაც აღნიშნა, როგორც გახსოვთ, ეუთოჯირმა საკუთარ დასკვნაში ადგილობრივ საქართველოს არჩევნებში გახსოვთ რა თქვა ეუთოჯირმა. მან თქვა, რომ სამწუხაროდ საქართველოში მედია წეული არის პოლიტიკურ აქტივისტად. აი ეს არის საერთო ჯამში, ასე ჩვენ ხედავთ, მათ შორის ბოლო 2 დღე ჩვენ ხედავთ ცილისწამებულ კამპანიას, რომელიც გუშინომის კულმინაცია იყო გუშინ, სწორედ იმ დასმული თითქმის ფორმულირებიდან გამომდინარე, რომელშიც შიგნითვე იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებას, დისკრედიტაციაც, კრიშირებას, ყველაფერი. ეს იყო ალბათ ასე ვთქვათ მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით. ეს არის სამწუხარო ფაქტი. და სამწუხარო, ამაზე უფრო მეტად სამწუხარო არის ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ გაუსწოროთ ამას თვალი, ვაღიაროთ ის პრობლემა, რომელიც ქართულ მედიაში არსებობს, ის პრობლემა, რომელიც გულისხმობს, რომ ქართული მედია, ეთიკური ჟურნალისტიკა სამწუხაროდ მედიის დიდი ნაწილისთვის უკვე აღარ არის საერთოდ ტერმინიც კი, ის რომ მედია, როგორც ეუთოჯირმა აღნიშნა, მედიის დიდი ნაწილი, ან ნაწილი ყოველ შემთხვევაში არის ქცეული პოლიტიკური აქტივისტი და ამით არის ჩვეულებრივი პოლიტიკის მონაწილე და განსაზღვრელი და აქვს ასე ვთქვათ გარკვეულწილად პარტიული ინტერესების გამტარებელი,
სწორედ ეს ქმნის საბოლოო ჯამში გარემოს, რომელზეც ჩვენ საუბრობთ მათ შორის სამი კვირის წინ, როდესაც ვთქვით, რომ დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანი არის რიტორიკის შერბილება, ამისკენ მოუწოდეთ ჩვენ ყველას და ნახეთ, რომ სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილი არ აყვა ამბავში, ამ საკითხში, მედიის ნაწილი არათუ აყვა ამ საკითხში. ბოლო სამი კვირა ჩვენ ხედავთ ნაკადს პირდაპირ დეზინფორმაციის ცილისწამების და მათ შორის ზიზღის ენის გავრცელების მედიის საშუალებით. ამიტომ მე ერთადერთ რამეს მოუწოდებ მედიას, რომ ნაცვლად იქცა, რომ შეაბიჯონ პოლიტიკის სფეროში ის ჟურნალისტური სტანდარტი რაც არის და ჩვენ ეს ვნახეთ გუშინ და მართალია რაღაც ნაჩქარევის შეფასებები მოყვა, მაგრამ შემდეგ მე ვფიქრობ, ბევრმა როდესაც ნახა უკვე დეტალურად როგორი ფორმით იყო ეს კითხვა დასმული და თქვენც ალბათ ნახეთ, რომ ამაში არ იყო არაფერი, რაც კი არის რაღაც აქვს საერთო ეთიკურ ჟურნალისტიკაში. სწორედ ამას საუბრობ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, გუშინ ის იყო ტიპიური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე. თქვენ ისინი გახსოვთ, ხო, თითქოს და ეს რაღაც კითხვა არსებობს და ლეგიტიმური კითხვა, არანაირი ლეგიტიმური კითხვა არ არსებობს. ჩვენ ნახეთ რაზე არის ეს ცილისწამება, რომ ერთ-ერთმა უკრაინა პოლიტიკოსმა რაღაცა დაგუგლა. აი დაგუგლაზე ჟურნალისტი რო ააწყობს თავის კითხვას, დაგუგლაზე მედია რო ააწყობს სიუჟეტს, მე მგონი ეს საჩვენებს სწორედ თუ რამდენად მართალი იყო ეუთოდი, როდესაც ის ამბობდა, რომ სამწუხაროდ მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტად არის შეუძლია. ამ კითხვაში არაფერი არ იყო ჩვეულებრივი, როგორც მისი ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, როგორც იმ ადამიანის დამსახურების და როლის გათვალისწინებით, რომელზეც ჰქონდა ამ ჟურნალისტს საუბარი, მაგრამ სავარაუდოდ არც კი იცის მისზე საუბრობს, რა როლი აქვს გია ყობახიძეს ნათამაშები ქართულ ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ გამართავისუფლებელ მოძრაობაში, სავარაუდოდ არც კი იცის მისზე საუბრობს და რას საუბრობს. აი ეს არის პრობლემა. არანაირი ლეგიტიმაცია ამ კითხვას არ გააჩნდა, კითხვას, რომლის საფუძველიც იყო ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელიც ცნობილი არის საქართველოს მიმართ დეზინფორმაციით, აი ამ კითხვა, რომლის საფუძველიც იყო ამ პოლიტიკოსის მიერ ნათქვამი, რომ მან რაღაცა დაგუგლა. ხომ არის რაღაცა სერიოზულობის მარცვალი მაინც უნდა იყოს, არა? რაც შეეხება ვერბალურ გაცვლა გამოწვევს. სწორედ ამაზე საუბრობთ ჩვენ და მათ შორის ირაკლი ყობახიძე, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ მთავარი გამოწვევა ქართული დემოკრატიის და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქართული დემოკრატიის და საღი პოლიტიკური დისკუსიის არის ის მაპოლარიზებული რიტორიკა, რომელიც სამწუხაროდ მათ შორის მედიის მხრიდან არის წახალისებული. ეს არის გამოწვევა და ამას მე ჩავთვალე თვალებში და როდესაც ხდება და როდესაც ასე ვთქვათ ვერბალური გაცვლა გამოსვლა მიდის და როდესაც თავად ჟურნალისტები მათ შორის ამ ცილისწამებრივ პირდაპირ კითხვა ხომ მოისმინეთ ყველამ როგორც კითხვა გამეორებაც კი რთული არის იმხელა შეურაცხყოფაც იმხელა ცილისწამება იმხელა კლიშე იმხელა დისკრედიტაცია იყო თავად კითხვაში ჩადებული და გუშინ იყო კიდევაც ასე ვთქვათ ცდილობები რამენად სხვანაირად აეხსნათ შეცვალეთ ეს კითხვა ჩადეთ სხვა შინაარსი ამ კითხვაში სხვა სიტყვები მიუსადაგეთ საკუთარ თავს თქვენ ახლობლებს და მე დაფიქრდით რამდენად არის ასეთი კითხვა საერთოდ რაიმენაირ კავშირში ეთიკურ ჟურნალისტიკას ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია, რომელიც მათ შორის არის რეაქცია თუ შევხედა ნახავთ დღეს მათ შორის პოლიტიკოსების გამოხმაურებას ნახავთ თუ რა იყო მიზანი ამ პროვოკაციის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ ნახეთ, რომ კიდევ ერთხელ ხედავთ, რომ ასე ვთქვათ, უჭირს პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და ამ დროს პოლიტიკური პარტიები, რომელიც თავად დისკრედიტებული არიან, ცდილობენ ხოლმე სხვა აქტორების გამოყენებას. ხან არის ეს მედია, ხან არის არასამთავრობო სექტორი, მედია იყო ერთხელ უკვე ასე რამკუთხედი გამოყენებული სწორედ პოლიტიკური ტემპერატურის ასაცილებლად, დღესაც ნახეთ სწორედ ეს. ამიტომ არის რომ ნაცვლად ზედაპირული მსჯელობისა, მათ შორის ჟურნალისტებს მოგიწოდებთ, რომ ჩახვიდეთ უფრო მეტად სიღრმეში და ნახოთ დაუბრუნდეთ ჟურნალისტური საქმიანობის საწყისად, რომელიც გულისხმობს ეთიკურ ჟურნალისტიკას
რომელიც გულისხმობს იმას, რომ ინფორმაცია მიიტანოთ მაყურებლამდე და არა თქვენი პოზიცია, შეფასება და დამოკიდებულება რაღაც საკითხების მიმართ, როდესაც განსაკუთრებით საპარლამენტო ჟურნალისტიკაზე გვაქვს საუბარი და მე ამაზე მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდანაც მithქვამს არაერთ. გადავიდეთ სასაკუთრებაში. ათენაზე გადავიდეთ თუნდაც. სამოქალაქო სექტორის ჩართულებაზე იცით რომ ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორების სამოქალაქო პლატფორმასთან, სადაც ყველა ეს ორგანიზაცია გაერთიანებული არის, 200-მდე ორგანიზაცია არის და ჩვენ გვქონდა უკვე არაერთი შეხვედრა და ეს კომუნიკაცია გამოსვლა და მათ შორის სამუშაო ჯგუფებში მათი მონაწილეობა უზრუნველყოფილია, ამიტომ არის რა თქმა უნდა ამ კუთხით ყველანაირი კომუნიკაცია, კონტაქტი სამოქალაქო სექტორთან და აქვს ჩართულობის შესაძლებლობა პარლამენტის საქმიანობაში. 12 პუნქტის შესრულება კიდევ ერთხელ. ეს გახლავთ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და იცით რომ ამ შემთხვევაში კონკრეტულად პარლამენტმა არის თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა რომ შეასრულოს ეს 12 პუნქტი, ამიტომ ვინმეს თუ სურს ამ პროცესში მონაწილეობა, იქნება ეს პოლიტიკური პარტია თუ არასამთავრობო სექტორის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, არსებობს შესაბამისი პლატფორმები, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ ჩაერთონ ამ საქმეს. მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ. გამოძიება იცით რომ მიმდინარეობს, ასევე გამოძიების პრეროგატივა არის და ინფორმაცია სჭირდება, ვისგან სჭირდება, როდის სჭირდება, ამიტომ ჩვენ გვაქვს სული დროა გამოძიების მიმართ და გამოძიების შედეგებს შევხედოთ.